მოგესალმებით, შემოძვირფასო მეგობრებო, ეს ბელნიკ ტუტორია ტრადიციულად ყველაფერი მარტივად და გასაგებად. დღეს ვისაუბრებთ ლუპებზე, კონკრეტულად კი for loop-ზე. მოდით პირველ რიგში გავიგოთ რა არის ლუპი JavaScript-ში. ლუპი არის პროგრამირების მექანიზმი, რომელიც საშუალებას გვაძლევს კოდის ერთი და იგივე ბლოკი მრავალჯერ შესრულდეს. მისი იდეა, ან ლუპის იდეა არის ავტომატიზაცია. იმის ნაცვლად, რომ ერთი და იგივე კოდი რამდენჯერმე ვწეროთ ჩვენ ხელით, ვწერთ უბრალოდ ციკლს, რომელიც ამას უკვე თვითონ ასრულებს. გავიგოთ ახლა თუ რა არის for loop-ი. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ JavaScript-ში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გავრცელებული და გამოყენებადი ციკლი არის for loop-ი. For loop არის control structure, რომელიც საშუალებას გვაძლევს კოდის გარკვეული ბლოკები მრავალჯერ შესრულდეს. For loops ვიყენებთ იმ შემთხვევაში, როდესაც ვიცით თუ რამდენჯერ უნდა შესრულდეს ჩვენი კოდის ბლოკი, ანუ რამდენი ასე ვთქვათ შედეგი უნდა გამოგვიტანოს. მაგალითად 10-ჯერ დაბეჭდოს რაღაცა, ან რიცხვები გადავლა კონკრეტულ დიაპაზონზე, ან ერაის ელემენტების გავლა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოდი გადავიდეთ ახლა ჩვენ VS Code-ში და ვნახოთ თუ რა შვება ჩვენი for loop-ი. გავხსნათ VS Code-ი. ეს ასე, ეს არის ჩვენი VS Code-ი. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ JavaScript-ის კოდი აუცილებლად იწერება .js გაფართოების ფაილში. ანუ სახელს აქაც არა აქვს მნიშვნელობა, რა სახელიც გინდათ ის დაარქვით თქვენ ფაილს, მაგრამ გაფართოება აუცილებლად უნდა ქონდეს JS, რადგან ჩვენი JavaScript კოდი შესრულდეს. მოდით დავწეროთ. ახლა მე დავწერ კოდს და მე თითოეულ დეტალს აგიხსნით კარგად. შევინახოთ ჩვენი კოდი. და პირველი ეს არის ჩვენი for-ი, ანუ ჩვენი ციკლი, რომელსაც ვეუბნებთ, ანუ პირველ რიგში ეს რა ქვია, ასე ვთქვათ, ვაცხადებთ ცვლადს, ანუ let-ით ცხადება ცვლადი და ვეუბნებით, რომ I უდრის ნულს. ეს არის initialization, ანუ ინიციალიზაციას უკეთებთ, რომ I უდრის ნულს. მეორე არის condition, ანუ პირობა, სადაც ვწერთ, რომ I ნაკლებიან ტოლი 10-ის, ხოლო მესამე არის I++-ი, სადაც ვეუბნებით, რომ თუ მაგალითად I ნაკლებიან ტოლია 10-ის, ამ შემთხვევაში ნულს უმატებს თითოს, ანუ ზრდის თითო ნაბიჯს, სანამ არ გახდება 10-ის ტოლი. შემდეგ ვხსნით, ანუ ამ ბრეკეტებში უკვე იწერება შესასრულებელი კოდის, ასე ვთქვათ, ტანი. სადაც ვწერთ, რომ console.log I, ანუ დაგვიბეჭდე I. მოდი გავუშვათ ჩვენი კოდი, რომელსაც უშვებთ ტერმინალში და ვნახოთ რა შედეგს გამოგვიტანს. ამას შევცვლით ესე და გავუშვათ. ხედავთ, რომ დაბეჭდა ნულიდან, ასე ვთქვათ, 10-ის ჩათვლით. ანუ დაიწყო ნულიდან 0, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9 და 10. ანუ 10-ის ჩათვლით დაწერა. ჩვენ თუ მაგალითად აქ ნულის მაგივრად შეგვიძლია მივუთითოთ, მაგალითად -5 არ აქვს მნიშვნელობა, შევინახოთ, გავუშვათ და დაიწყებს -5-დან ნათვლას 10-ის ჩათვლით. დაწერა -5, -4 და ასე შემდეგ და ავიდა უკვე 10-მდე. ჩვენ შეგვიძლია ასევე აქ შევცვალოთ და დავწეროთ მაგალითად 15 ესე შევინახოთ, ამას ეს გავუსწროთ და გავუშვათ. და დაწერა ისევ რა თქმა უნდა -5-დან უკვე 15-ის ჩათვლით. ეს ეხა ძალიან ბევრი გამოვიდა, მოდი დავაბრუნოთ აქ შევცვალოთ და ჩავწეროთ 1 და გავუშვათ ისევ თავიდან. გავუშვათ თავიდან.
და დაწერა -1-დან 15-ის ჩავწერთ. ანუ აქ არა აქვს მნიშვნელობა თქვენ ის რა მნიშვნელობას მიანიჭებთ, ანუ იქნება ეს მინუსებში რიცხვები თუ იქნება პლუსებში. ანუ ზუსტად იმ რიცხვიდან დაიწყებს ათვლას, რომელსაც ჩვენ ჩავწერთ და დაბეჭდავს -1-დან მაგალითად 15-ის ჩავწერთ. იმედია მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო. მადლობა ყურადღებისთვის. გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი, არ დაიზაროთ, დააკომენტარეთ, დალაიქეთ და ერთად განვითარდეთ პროგრამირების სამყაროში. მადლობა ყურადღებისთვის. დროებით.